გაჩვენებულ ბრუნდებით რადისონ, სადაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი კვლევის შედეგებს ასაჯაროებს, ამ წუთებში კი ისედაც გამოდის პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავაზობთ. ეს მომენტის საშუალება კიდევ ერთხელ შევეხოთ ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლის თავი და თავი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლია. და ამას სხვაგვარად ვერ მოახერხებთ, თუ ხელისუფლების საქმიანობა გამჭვირვალე და ღია არ იქნება. გამჭვირვალეობა და ღია მმართველობა ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებაა და ეს პროცესი შეუქცევადი უნდა გავხადოთ. ჩვენ ხალხს დავბილდით, რომ ხელისუფლების სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობა იქნებოდა ცნობილი და რომ ჩვენ ანგარიშვალდებული ვიქნებოდით ხალხის წინაშე. ჩვენ ვასრულებთ ამ დანაპირებს და დღევანდელი ფორუმიც ამის ნათელი გადასტურებაა. ჩვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ პროექტის საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა განხორციელების დაწყება დაემთხვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის პერიოდს. რამდენადაც ვიცი თქვენი კვლევის საგანი, ისიც იყო თუ რა გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა ცვლილებებმა სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. ჩვენთვის როგორც მთავრობის მეთაურისთვის მეტად სასიხარულო და საამაყოა უდაოდენსვა ამ სფეროში. ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც არჩევნების შემდეგ ამ ანალიზმა გამოავლინა, სწორედ ეს არის მთავარი ჩვენს მთავრობას, ჩვენს გუნდს დასამალი არაფერი აქვს. ჩვენი მუშაობის გამჭვირვალეობაზე ციფრები თავად მეტყველებენ. ეს მონაცემები გვახარებს, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანაა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ისეთ გზაზე გადავიყვანოთ, რომლიდანაც გადახვევაც სამომავლოდ აღარ იქნება ადვილი. ეს არის გზა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და მისი გაძლიერებისაკენ. სახელმწიფოს მართვაში მოქალაქეთა ჩართულობისაკენ, რომლის გარეშეც დემოკრატიულ მმართველობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ფიქრობ, ეს არის საწინდარი იმისა, რომ ხალხი მიაღწევს მიზანს შექმნის თავისუფალ, ძლიერ, ქმედითუნარიან, პასუხისმგებლობით ახსავსე სამოქალაქო საზოგადოებას და არც ერთ ხელისუფლებას აღარ მისცემს იმის უფლებას, რომ შელახოს საზოგადოების ინტერესები. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი და ოცნება პროგნოზა პრესოსნების დონეზეა. ყველას კარგად მოიხსენება, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მახასიათებელი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაა, რაც განაპირობებს დემოკრატიულ ქვეყნებში ბოლო წლებში ინფორმაციის თავისუფლების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას. მოგეხსენებათ, რომ გაცილებით ადვილია ისეთი ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლი, რომელიც ღიად მუშაობს და შესაბამისად ცირდება ალბათობა იმისა, რომ მოხელეები ბოროტად ისარგებლებენ ძალაუფლებით. ხალხმა კი უნდა გაიაზროს, რომ თავად კირაობს მთავრობას, ხოლო მთავრობა ვალდებულია ემსახუროს და ანგარიშვალდებული იყოს მის წინაშე. ამდენად არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხს ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და იცოდეს, თუ როგორ იხარჯება სახელმწიფოს ბიუჯეტი, როგორ ხდება სახელმწიფო ქონების განკარგვა, როგორ განისაზღვრება საჯარო პოლიტიკა. სწორედ ეს მისცემს საზოგადოებას შესაძლებლობას თავად მონაწილეობდეს საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში. მოგეხსენებათ, საქართველოს მონაწილეობს ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში და ნაკისრი აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ინფორმაციის თავისუფლების განმტკიცება. ჩვენ გვაქვს ნამდვილად პროგრესული კანონმდებლობა ამ სფეროში, თუმცა საკანონმდებლო ბაზა და ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული პრაქტიკა კიდევ საჭიროებს დახვეწას. სწორედ ამიტომ კანონმდებლობაში შევიტანეთ ცვლილებები, რომელთა თანახმადაც მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ფორმით და პროაქტიურად გამოაქვეყნოს საჯარო ინფორმაცია. საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ, რომლითაც მთელ რიგ უწყებებს დაევალათ ღია მმართველობის პარტნიორობის პარკლებში კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის პროაქტიურად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის ნუსხის შემუშავება. ამასთან ერთად მთავრობამ დაამტკიცა იმ საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც შესაბამისმა საჯარო დაწესებულებებმა პერიოდულად უნდა გამოაქვეყნონ ვებგვერდებზე, რაც მთავრობის კონტროლის კიდევ ერთი საშუალებაა. ყოველივე ეს აპრობირებული და წარმატებული მეთოდია დემოკრატიულ ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში
და მიჩნეულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად. ამავე მიზანს ემსახურება ღია მმართველობის ფარგლებში მთავრობის წევრთა პერიოდული ანგარიშები. ყველას მოგეხსენებათ, ჩვენმა მთავრობამ დაანერგეს პრაქტიკა და მინისტრები სისტემატურად წარუდგენენ ანგარის ხალხს. ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო გავზარდოთ მთავრობის ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად შევუწყოთ მთელი საზოგადოების მონაწილეობას მთავრობის საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და თანადგომის იმედიც გვაქვს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ასეთი შეხვედრები და სამუშაო ფორუმები სათანადო შედეგებს გამოიღებს. შეხვედრები უნდა გაიმართოს არა მარტო გეგმის შემუშავების, არამედ მისი შესრულების მონიტორინგის მიზნითაც და შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების აქტიური მონაწილეობით. ჩვენი ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული განვითარება არის ის საერთო ამოცანა, რომელიც გვაერთიანებს მთავრობას და აქ შეკრებილ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ მიზნის მისაღწევად კი ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაგისრია. ჯერა სულ მალე ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მივახცევთ წარმატებებს და საქართველოს ევროპის ქვეყნებში თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს. საბოლოოდ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისა და საინტერესო და მნიშვნელოვანი კვლევისათვის. ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ. დიდი მადლობა. ეს პირდაპირ ჩართვა სასტუმრო რადისონიდან, სადაც ყველაზე ანგარიშვალდებულ და დახურულ საჯარო დაწესებულებებს დაასახელებენ. თემაზე უკვე ჩვენს